წყენა არის საწამლავივით, რომელსაც ვსვამთ იმ მოტივით, რომ ვიღაცას დავაზიანებთ და სინამდვილეში ერთადერთი, რასაც და ვისაც აზიანებს, არის ჩვენი თავი. თავარი გავლენა, რაც წყენას აქვს ხოლმე თითოეულ ჩვენთაგანზე, არის, რომ ძალიან დიდ ენერგიას გვაკარგვინებს, თითქოს რაღაცა ქვა არის, რომელიც კეტავს სიყვარულის ენერგიას საკუთარი თავის მიმართ და მნიშვნელოვანია, რომ დაინახო და გადადო, იმიტომ რომ ის ენერგია, რაც ამ დროს იკარგება, მომავალს აკლდება და შეგიძლია, რომ ეს ენერგია სხვა მიმართულებით წარმართო, როცა წყენისგან გათავისუფლდები. წყენის გამოხატვა ხშირად არის არ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, რომ წყენა გამოვხატო, იმიტომ რომ კულტურულად არ არის მიღებული და თრგუნავ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს წყენა ოჯახის წევრთან მიმართებაში, ან სამსახურში მეგობართან მიმართებით, უფროსთან და ასე შემდეგ. წყენის გააზრების პროცესში მნიშვნელოვანი არის, რომ თავად აიღო პასუხისმგებლობა აი მოლოდინებზე და მათ შორის შიშებზე, რაც გააცოცხლა იმ მეორე ადამიანმა. და ამის შემდეგ, როგორც კი ეს დაინახე, აპატიო თუ რამე არის აპატიებელი, მთლიანობაში თუ შეხედავ ამ ყველაფერს, რაღაცა გასწავლა შენს თავზე გაკვეთილი, რომელიც ენერგიის დაკარგვის ნაცვლად ძალას გაძლევს, რომ შემდგომში რაღაცა იგივე აღარ გააკეთო.